ძალიან დიდი მადლობა მე ლონდონიდან გერთვებით King's College-დან, სადაც მუშაობ. შემაძრწუნებელი და შემაშფოთებელია ეს შემოთავაზება, თუ შეიძლება ამას შემოთავაზება ვუწოდოთ. ისევე როგორც ზაზამ და წინა მოხსენებლებმა თქვეს, ეს დოკუმენტი ბევრად უფრო შემაშფოთებელია, ვიდრე ეს თავიდან ჩანდა და უღრმესი მადლობა ასეთი ძირფესვიანი ანალიზისთვის, დანგრევა და ინფრასტრუქტურის დარღვევა გაცილებით უფრო მარტივი და ადვილია, ვიდრე შემდეგ აკადემიური ინფრასტრუქტურის აღდგენა. როგორც იცით, მე ილიას უნივერსიტეტთან უკვე 15 წელია ვთანამშრომლობ და ამასობაში იმდენი მიღწევა აქვს ილიას უნივერსიტეტს, რომ დაუშვებელია ამ დიდი შრომის შედეგად მიღწეული სტატუსის ეს ერთი ხელის მოსმით განადგურება და ამას ძალიან დიდი გავლენა ექნება არა მარტო სტუდენტებზე, არამედ პროფესორ მასწავლებლებზე და როგორც უკვე ვთქვი, ესე იგი აკადემიური სტრუქტურის ერთი ხელის მოსმით დაშლა უმარტივესია, მაგრამ ამას დაჭირდება წლები იმისთვის, რომ აღვადგინოთ კვლევის, სწავლების კულტურა. დაუშვებელია ამ მოწოდების, ასე ვთქვათ, დანერგვა და გატარება და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ მოგვიწვიეთ, ჩაგვთეთ ამ პროცესში და რისი საშუალებაც მექნება და როგორც შემიძლია მხარში დაგიდგებით და დაგეხმარებით, მაგრამ ჩანს დღევანდელი მოხსენებებიდან, რომ ეს ინფორმაცია ესე კარგად იყო წარმოდგენილი და დაალაგებულად, რომ ამას მე მგონი კამათიც არ ჭირდება, რომ ეს რეფორმები არ უნდა ჩატარდეს და არ უნდა მიიღოთ ისევე, როგორც სხვა ბევრი რამ, რაც ბოლო ხანებში ხდება. უღრმესი მადლობა, მე დროს აღარ წაგართმევთ, შესანიშნავად იყო ჩამოყალიბებული, რატომ არ უნდა მივიღოთ ეს რეფორმა ასე ერთი ხელის მოსმით და დაუფიქრებლად.